გამარჯობა მეგობრებო, დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულენში უნდა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა ვკითხოთ თარიღი და როგორ უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვაზე. მაგრამ სანამ გადავალთ და ვისწავლით ამას, ჯერ პირველ რიგში მინდა რომ გავიხსენოთ კვირის დღეები. კვირის დღეები ჩვენ გვაქვს ნასწავლი, მაგრამ მინდა რომ გავიხსენოთ. ესე იგი კვირის დღეები გერმანულად ეს არის die Wochentage. Die Wochentage, ანუ კვირის დღეები. ორშაბათი არის Montag. Montag. სამშაბათი Dienstag. Dienstag. ოთხშაბათი Mittwoch. Mittwoch. ხუთშაბათი Donnerstag. Donnerstag. პარასკევი Freitag. Freitag. შაბათი Samstag. Samstag. და კვირა ეს არის Sonntag. Sonntag. კიდევ ერთხელ გავიხსენო, ესე იგი გავიმეოროთ უბრალოდ. კვირის დღეები Montag, Dienstag, Mittwoch, Donnerstag, Freitag, Samstag, Sonntag. ასევე გავიხსენოთ როდის როგორ არის გერმანულად. როდის ეს გერმანულად არის wann. Wann როდის და ამ შემთხვევაში კვირის დღეების წინ გამოიყენება წინდებული am. მაგალითად am Montag, ანუ ორშაბათს, am Dienstag, სამშაბათს, am Mittwoch, ოთხშაბათს და ასე შემდეგ. ახლა გადავიდეთ თარიღზე. როგორ უნდა ვთქვათ თარიღი? ნახეთ, 1-დან 19-ის ჩათვლით რიცხვებს ემატება t. როდესაც ვამბობთ თარიღს და ყოველთვის წინ ვიყენებთ არტიკლს der. Der არტიკლი გამოიყენება. მაგალითად, პირველი იქნება erste. Erste. მაგალითად, პირველი ივლისი. Der 1. Juli. ორი ამ შემთხვევაში იქნება zweite. Zweite. სამი dritte. ამას დააკვირდით თვითონ რიცხვიც, ანუ სიტყვაც იცვლება. Dritte. Dritte. 4 იქნება vierte. Vierte. 5 fünfte. Fünfte. 6 sechste. Sechste. 7 იქნება siebte. Siebte. 8 achte. Achte. 9 neunte. Neunte. 10 zehnte. Zehnte. 11 elfte. Elfte. 12 zwölfte. Zwölfte. 13 dreizehnte. Dreizehnte. 14 vierzehnte. Vierzehnte. 15 fünfzehnte. Fünfzehnte. 16 sechzehnte. Sechzehnte. 17 siebzehnte. Siebzehnte. 18 achtzehnte. Achtzehnte. და 19 neunzehnte. Neunzehnte. ესე იგი 1-დან 19-მდე 19-ის ჩათვლით რიცხვებს ემატება t. წინ ყოველთვის გამოიყენება der არტიკლი და მერე ვამბობთ თვეს. მაგალითად, der 1. Juli, პირველი ივლისი, der 2. Juli, 2 ივლისი, der 3. Juli, 3 ივლისი და ასე შემდეგ. კარგით, ესე იგი 1-დან 19-ის ჩათვლით ემატება, ხო? T-E ემატება. ანუ T-E ემატება. და 19-ის მერე, ანუ 20-დან ემატება STE. ანუ STE უნდა დავუმატოთ. 20 როგორ არის? 20
ეს იქნება 20. 21. 21. ამ შემთხვევაში იქნება 21. 22. 22. 23. 23. 24. 24. 25. 25. 26. 27. 27. 27, 28, 28, 29, 29, 30 და 31 იქნება 31. მაგალითად 30 ივლისი იქნება der 30. Juli. Der 30. Juli. ანუ 30 ივლისი. დღეს რა რიცხვია გერმანულად იქნება welches Datum haben wir heute? Welches Datum haben wir heute? Welches Datum haben wir heute? Passuchi. Heute ist der 19. August. Heute ist der 19. August. ანუ დღეს არის 19 აგვისტო. გადავდივართ ისე კითხვაზე როდის, ანუ ვან. ამ შემთხვევაში პასუხის შემთხვევაში, ანუ როდის და ვამბობთ, რომ მაგალითად 3 ივლისს. ამ შემთხვევაში რა ხდება? წინ ისევ უნდა გამოვიყენოთ წინდებული ამ და რიცხვებს უნდა დავუმატოთ n უნდა დავუმატოთ, მაგრამ რომელ რიცხვებს, რომლებსაც უკვე te, ანუ te, ან ste დაემატა. ანუ რიგობით რიცხვებს. მაგალითად 3 ივლისს, 3 როგორ იყო? dritte, ხო? dritte. 3 ივლისს იქნება am dritten, ნახეთ n დაემატა რიცხვს. Am 3. Juli. Am 3. Juli. 3 ივლისს. Am 10. Juli. Am 10. Juli. ანუ 10 ივლისს. თვე რომ არ გამოვიყენოთ და მხოლოდ რიცხვი რომ გამოვიყენოთ, მაგალითად 20-ში. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ისევ am წინ am უნდა გამოვიყენოთ და რიცხვს n უნდა დავუმატოთ. ანუ მაგალითად 20-ში გერმანულად იქნება am 20. Am 20. ანუ 20-ში. 22-ში იქნება am 22. Am 22. 22-ში. ასევე მოდით ვისწავლოთ კითხვა როდის გაქვს დაბადების დღე? Wann hast du Geburtstag? Wann hast du Geburtstag? ანუ როდის გაქვს დაბადების დღე და პასუხი am 5. Januar. Am 5. Januar. ანუ 5 იანვარს.